ჩამოვფრინდი იტალიაში და იტალიის ვლოგი იწყება აეროპორტიდან. ეხლა უნდა მოგიყვეთ ერთი რამ რაც შემემთხვა. პირველ ფრენას დააგვიანდა 1 საათი და 40 წუთი გქონდა მეორე ფრენაზე გადასაჯდომად. და რა თქმა უნდა გაგვასწრო, მაგრამ გაგვიმართლა რომ შემდეგი ფრენა იყო 1 საათში და გამოვყევით შემდეგ რეისს. ხოდა მოკლედ ეხლა უნდა ვიპოვოთ რაღაც ავტობუსი, რითიც ჩავალთ რომში. ავტობუსით უფრო დავათვალიერებთ თან გარეთ, სანამ რომამდე ჩავალთ. ვიპოვეთ ავტობუსი და ეხლა მივდივართ რომში. სახე მაქვს გამოძრალი. ძალიან დავიყავით მთელი რამე ვიყავით გზაში. დღევანდელი დღის გეგმა არის რომ ვაკეთოთ არაფერი. ისეთი დაგულებივართ, რომ დღეს არცად არ მივდივართ, ეხლა ვაპირებთ რომ გავიდეთ მარკეტში და რამე ვიყიდოთ. აქ მოვსხდებით. ძალიან მოწონს ტერასა. აი აქ მოვსხდებით მეგობრებო და დღეს ვიჭორავებთ რა. წაგან ვიყავით კარფურში და აი ისეთი ბაზარი იყო, რომ აი გადავიდეთ პირდაპირ TikTok-ზე დავდე ვიდეო. რამდენი რაღაც ვიყიდეთ 54 ევროდ რომ ნახოთ, შეიძლება გაგიშვეთ. TikTok-ის ლინკი იქნება აღწერაში და აი აუცილებლად ნახეთ, დღეს დავიძინებთ ადრე, რომ ხვალ უკვე დილით ადრე ვდგეთ და გავისწრებთ. გავიღვიძეთ, მოვწესრიგდით, სანამ მოვწესრიგდებოდით, ავა დავლიეთ უცებ რომ ცოტა გამოფხიზლებულიყავით. ეხლა ვაპირებთ რომ ნახოთ კოლიზეუმი. აი მიმდებარედ რაც შეგვხდება, ყველაფერი და დავათვალიეროთ. ესე მაცვია, ეს არ ვიცი, მგონი ზარა არის, ეს არის აბსანდილი, ფერზეც ზარა. ეს არ ვიცი ის ჩანთა, მგონი ბერშკა, არ ვიცი ზუსტად. ეს ჩანთა არის ძალიან კომფორტული. თითქმის ყველგან ამას ვიკეთებ. აი ესე. გადავალეთ. მოკლედ ეს არის კაბა შორტი. აი ესე ვიქნები დღეს და ვაპირებ რომ ყველაფერი გადავიყო რა, რასაც გავაკეთე. თუ აცივდა, მოსაცმელი უნდა წამოვიღო, მაგასაც გაჩვენებ. ხო, ვიცი, ესეც ავთანდილი არის. აი ესე ვიქნები. საყვარლად, ძალიან მწუს. ეხლა გადავწყვეტეთ, რომ რამოდენიმე გაჩერებით ადრე ჩამოვიდეთ, ამოვიდეთ მეტროდან, რომ ფეხით გავისაიღოთ კოლიზეუმამდე, თან ფეხით ჯობს უფრო მეტ რაღაცას ვნახავთ. ისეთი მაგარი რაღაცები ვიყიდე, რომ აი სახში რომ ვიყავ აუცილებლად გაჩვენებ. აი ძალიან ბედნიერი ვარ. მეგობრებო, ჭიქების ტანსაცმელი. დასაყვარლებელია. ამასაც სახში გაჩვენებთ. ვაუ. და სილამაზეა შეხედეთ ამ ყველაფერს. აი მართლა უნდა ნახოთ ეს ოღონდ აი არ ვიცი რა ვთქვა, სიტყვები ზედმეტია.
ბაშტერდები, რასაც ქვია, ძალიან ლამაზია. აი რომელ მხარეს გინდა რომ გაიხედო, ყველგან სილამაზეა, აი ყველგან სილამაზეა. ავი, შოკში ვარ. ოღონდ მართლა. მოვედით რესტორანში, ძალიან ხშირია და ეხლა უნდა ჩამოთხრა მე კიდე გავისეირნებთ. გამოვედით რესტორნიდან და გონიწვიმა სიტყვებს. ეხლა უნდა წავიდეთ და შევამოწმოთ ერთი რესტორანი, ძალიან გვაინტერესებს, ძალიან ლამაზი ხედი არის და ვნახოთ როგორ მოგვეწონება. ავით რესტორანში, მაგრამ ვერც კი დავათვალიერეთ, იმიტომ რომ არ შეიძლებოდა თუ რეზერვაცია არ გაქვს. და მოკლედ ჯავშანი ხდება ონლაინ. სახლში რომ მივალთ, ონლაინ ნახავთ თუ არის შესაძლებელი მაგიდის დაჯავშნა, იმიტომ რომ აშკარად ძალიან ცნობილი რესტორანია და ძალიან რთულია მაგიდებზე ჯავშნის გაკეთება. ამიტომ იმედია დავჯავშნეთ, იმიტომ რომ გვინდა ერთი დინერი, რაღაცა ძალიან რა ლამაზ ხებზე, იმედია გამოვა. რა სილამაზე. Nanno. Capitano Nanno. Goed, maar ik weet niet of het hebben. აქ ტირამისი დიდად არ მომეწონა, მაგრამ ჩიზკეიკი გავსინჯე და უგემრიელესი იყო, აი მართლა საოცრება იყო. ეხლა მივდივართ სახლში, მეტროში ჩამოვედით და ეხლა გაჩვენებთ რა მხელა მეტროა.
but going there. The one you sent to Tele and ფილმშვიდობის ის არის ის კაბა, რაც გუშინ ვიყიდე, კიდევ ერთი ორეული ვიყიდე, მაგასაც მე გაჩვენებ. ისეთი ნაზია და ისეთი მაგარი ხარისხია, რომ აი რა, ეს იკერება მილანში, აი იტალიური კაბა არის. ამაში გადავიხადე 60 ევრო. 60 ევრო გადავიხადე თუ არ ვწდები. ეხლა ვემზადებით ყველამ და ძალიან მალე გავალთ. აქ უკვე 11 საათია თუ არ ვწდები. ძალიან მომწონს ეს კაბა. ულამაზესია ხალხო. ძალიან მაგარია. კიდე კაი გადავაწყდი ამ მაღაზიას. მოგეთ მომწონს. აი ეს უნდა ჩავიცვა, თუ შემცივდება. აი ესე. საღამოს ქრილა ხოლმე აქ ძალიან. ეს ის საყვარელი ვიცნობი რა. ან თავზე რა მიკეთებ ხებას. ანუ სათქო ხედა. ეს უკვე და გორებო ნახეთ რა სილამაზეა ფანტანიდან გვინდოდა სადმე რო გვეჭამა და რაღაც ეს ადგილი არ მოვაჩენთ აი აქეთაც რესტორნებია რაღაც კაფე რესტორანივით ამ ადგილებში აუ ფანტანი იყო სასწაული ხალხო აი სიტყვები არ მყოფნის იმიტომ რომ ჯერ მეგონა ძალიან პატარა იყო მაგრამ აი თითქმის მთლიან ტერიტორიაზე ეს ფანტანი იყო წარმოიდგინეთ აი უზარმაზარი იყო აშკარად სავაჭრო ცენტრია იმიტომ რომ აქ მანგო არის, კევინ კლეინიც არის და რავი, აი ძალიან ბევრი რაღაც არის, მოკლედ ძალიან სილამაზეა. ეხლა ნახე რა გაჩვენოთ. კედელზე შოკოლადი ჩამოდის ხალხო. აუ, აქ რო იცოდეთ რა სუნია შეიძლება გაგიჟდეთ. ხო, შეიძლება გავგიჟდე რა. ამაზე.
ეზოსგან შეხედეთ რა საკეთებს. რაღაცები ავიღეთ. და შევჭამოთ გავსინჯოთ. ხო. აი ესეთ რაღაცები უნდა გავსინჯოთ ახლა. მივდივართ რესტორანში. ხედებია შოქში, მაგრამ მათ ოთხელი. ამაზე სიხედია და ძალიან გემრიელია ყველაფერი. ძალიან. მასალები უკავიათ მაგათ. ესტიანები ინტერესტა. ახლა მივდივარ ვატიკანში. რომის პაპის ინაუგურაცია ყოფილა და აი უნდა დავესწრო რომის პაპის ინაუგურაციას. ისე ვერ წამოვალ რომიდან. მანამდე ჯერ პიცა შევჭამ. კალცონე. კაბაბში შევედით? პიცა კალცონე არ არის, შენ ჩაურმა აქ. თურქულში შევსუვარ. მაგარია. გუშინ ვიყავით ძალიან მაგარ რესტორანში, აი უმაგრეს რესტორანში. ისევ სიამოვნე, რომ აი ვერ აგიხსნით, ისეთი მაგარი ფოტოები გადავიღე. ძალიან კმაყოფილი ვარ. გუშინ ფაქტობრივად ვიდეო არ გადამიღია YouTube-ისთვის, აი რაღაც მონაკვეთები გადავიღე, იმიტომ რომ ტაქსით წავედით ამ რესტორანში და იქიდან გამოვიძახეთ ტაქსი და გაგვიუქმდა. ესპანელები იყვნენ ჩამოსულები და რაღაც რელიგიური ცერემონია ტარდებოდა. მთელი ქუჩები იყო გადაკეტილი, მოგვიწია მეტროთი წამოსვლა. თელ ესეთი გამოპრანჭულები ვიყავით და მეტროში დავდოდიალობდით. ოს მაგარი რაღაცა. მე მოვედით სახლში. მოკლედ ძალიან დაღლილები ვიყავით, ძალიან დაღლილები ვიყავით, იმიტომ რომ ძალიან დიდი მანძილი ვიარეთ, ფეხით წარმოიდგინეთ. მოდი ფენსი რაღაცა რესტორნიდან, უცებ მოგვიწია ფეხით მეტროთი სიარული, იმიტომ რომ ყველა ქუჩა გადაკეტილი იყო. არც გვიშვებდნენ გზიდან გზამდე, სანამ ეს არ მორჩა. საღამოს სახლში ჩავჯექით. ცოტა დავლიეთ, ბევრი ვილაპარაკეთ და დავიძინეთ. დღეს უკვე ვაპირებთ, რომ წავიდეთ ვატიკანში. გუშინაც გვინდოდა ვატიკანში წასვლა, მაგრამ გზები გადაკეტილი იყო, სახელმწიფო ძლივს მოვედით, ამიტომ დღეს წავალთ ვატიკანში. თან დაემთხვა, რომ რომის პაპის ინაუგურაცია.
ამიტომ იქამდე ვინმე გვიშობს ისე ახლოს ვერ მივალთ, მაგრამ რაღაცას მაინც ვნახავთ. ანუ სად მოვედით ხალხო? აი ხა ეს აბჯარი უნდა ჩამოვიტანო. ეს მე და მიდგა მუხლებზე ვიცი. კიდე გავწავდი. კარი ჭადრაკია. მოვედით. პაპი არ დაგველოდა, უკვე აირჩიეს მეგობრებო და ესე მივაბიჯებთ ვატიკანის ქუჩებში. ეხლა გაჩვენებთ სადიც და პაპი. აი აქ იყო ინაუგურაცია. შევდივართ. აი ეს რა არის? ფორღადა. იმდენი ვჭამეთ, რომ ცუდად ვართ. რაც ჩამოვედით, იმის მერე მგონი ესე გემრიელად არ ვიჭამია. ახლა ვართ მეტროში და მივდივართ სახლში. მოკლედ დაუბრუნდით სახლში, ეხლა ვისვენებთ, აი ძალიან დავიღალეთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ვიარეთ და ეხლა ჩამოვჯექი რაღაც ფოტოებს ვათვალიერებ. ინსტაგრამზეც გავსთორე რაღაცები და ახლა ვისვენებ, სავარაუდოდ დღეს არსად აღარ გავალთ, იმიტომ რომ უკვე გვიანია თან და ხვალ მთელი დღე ვიქნებით რომში და შემდეგ უკვე მივდივართ 3 დღით იტალიის სოფელში. ამ 3 დღის ვლოგი დაიდება ცალკე, ამიტომ აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი არხი და გააქტიურეთ ზარისხილა კი, რომ არ გამოგრჩეთ შემდეგი ვიდეოც. მანქანის ქირაობა აქ ერთი ის არის, აი არ ვიცი, გადავწყვიტეთ რომ მატარებლით წავიდეთ და ვნახოთ როგორი იქნება. მან ვაპირებთ, აი ეს დღეები იმდენი ვიარეთ, იმდენი რაღაცა ვნახეთ, რომ აი შემდეგი 3 დღე იქნება უფრო შემდეგი 3 დღე ვიქნებით კონცენტრირებულები დასვენებაზე.
დღევანდელი დღე მგონი აქ დასრულდება. და ვნახოთ ხვალ რას გავაკეთებთ. ხვალ დილით ადრე გვინდა რომ ავდგეთ, რომ აი ბოლომდე, აი რაც გვინდა რომ ვნახოთ, ძირითადად გვინდა რომ ვიბოდიალოთ და აი ახალ-ახალი ადგილები აღმოვაჩინოთ, ამიტომ let's go. ილამშვიდობის. აი ისეთი მზია. თავის სკალპი მაქვს დამწვარი, არ შეიძლება ხედავთ თუ არა, მაგრამ ზუსტად შუა ზოლში მაქვს დამწვარი ხალხო, ისეთი რამე გიგია. აი ლოყები მაქვს აწითლებული, იმიტომ რომ იტალიელებს აქვს ლოყები ძალიან აწითლებული და ვერ გადაწყვიტე რომ ვიყო იტალიელი. და სანამ წავალთ მანამდე უნდა შევიდეთ მაკში, იმიტომ რომ ჩვენ სახლთან ახლოს არის, ახლა არ დაიწყოთ რომ იტალიაში ხარ მაკსადო ჭამო, მაგრამ ენერგია გჭირდება. შევალთ მაკში, უცებ რამეს შევჭამთ, თან მაკზე რაღაცებს გავარკვევთ, რაღაც ადგილი მომეწონა ადრესაც ვიყავი. აი ეს კაბი სადაც ვიყიდე. იქ მინდა ისევ შესვლა და არ მახსოვს სად იყო. ხო და აი მაპზე უნდა დავათვალიერო, რომ ერთი სადღაც შოპინგი ვაფშე არ მახსოვს. ხოლმე შორის გუშინ გამოცვა ვარდისფერი ორეული. ეგეც მანდ ვიყიდე. უმაგრესიანია ხა ამდენში მაგარ ვიცხელა და ერთს ვერ მაქვს ახლა მაქში ვიშევა. და მაინტერესებს განსხვავება თუ არა ქართული მაკისგან. ესეთი მე არაფერი არ მინახავს, ანუ საპირფარეშოში ვერ შემედი ხალხო, გასაღები მომცე თუ გასაღები ჩედიო. მაინც ვერ გავაღე მაგ გასაღებით კარები. ეხლა ჩავდე ხო ეხლა ეს გასაღები შეგიტყვეთი და წამოვედი. მეგობრებო, მატარებლის თემა გავარკვიეთ. და ეხლა გამოვედით საშოპინგოდ. რაღაცები ვიყები კიდე, ეს საჩუქრებია. ოჯახის წევრებისთვის. და კიდე უნდა ვიყიდო რაღაცები პატარ-პატარა საჩუქრები. ოს თუ მოწონს ხო ლოყალ როგორ მიხდეო. ძალიან. მივიდივართ იტალიის ერთ-ერთ სოფელში. ვასათი ეძიების და მაგარ მეძინება. 3 დღის შემდეგ ჩამოვდივართ ერთი დღით ისევ რომში, მე უკვე ბრუნდებით თბილისში. ეს ვიდეო არ დასრულდება. მადლობა რომ იყურებთ, არ დაგავიწყდეთ ვიდეოს დალაიქება, არხის გამოწერა და შეხვედრაზე.